შემდეგ ეუბნება, ნუ გონიათ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თავს, მამად გვივისო აბრაამი, რადგანაც გეუბნებით თქვენ ღმერთს შეუძლია ამ ქვებისგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. ვინაიდან უკვე ცული ხეების ფესვებთან დევს, ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. და ქრისტე ეუბნება მათ, რომ დაამთავრეთ ეს თქვენი ამპარტავნება, რომ იძახით ჩვენ აბრაამის შთაომავლები ვართ. დაამთავრეთ ეს, ნუ გონიათ რომ ეს რაიმეს მოგიმატეთ თქვენ, რადგან ღმერთს შეუძლია აი ამ ქვებისგანაც აღუდგინოს აბრაამს თავისი შვილები, ეუბნება მათ, მისი შვილები. და რატომ ეუბნება ამას? მინდა ეს გაჩვენოთ ერთი ადგილი. ეს არის მიდრაშიდან, აი მე მაქვს ეს წიგნი მოტანილი აქ. მიდრაში არის რჯულის განმარტება, როგორ განმარტავდნენ ებრაელი რაბინები თვითონ რჯულს. რადგან ეს საინტერესოა ამის ცოდნა ჩვენთვის, რატომ? რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ აი ეს ფარისეველები, ვისაც იოანე ამას ეუბნება, როგორ აზროვნებენ და რატომ აზროვნებენ ესე და რას გმობს იოანე მათში. რომ ეუბნება, რომ ნუ ქედმაღლობ და ამპარტავნებთ, რომ ამ აბრაამის შვილები. აი როგორ რას ლაპარაკობდნენ ისინი თავის თავზე. აქ არის მოთხრობილი ერთი ამბავი, რომ ერთხელო რაბი იოხანანმაო თავის შვილსო დაავალაო, წადიო და მოჯამაგირეები დაიქირავეო. საქმე ჰქონდათ რაღაც სახლში ასაშენებელი. წავიდაო ეს შვილიო და მოიყვანაო ებრაელები. საკუთარი ხალხი, ხო, ებრაელები დაიქირავა და მოიყვანაო და მამასო, ისე კმაყოფილებით უთხრაო, რომ მამაო, იციო, მეო, მაგათო შევპირდიო, რომ საჭმელსაც ვაჭმევთო სახლშიო. გარდა გასამრჯელოსიო, საჭმელსაც ვაჭმევთო. უთხრაო და მე რა მაგითი რა სამაყოფო. სოლომონი რო იხდიდაო, ისეთი ნადიმიც რო გადაუხადაო, მაგრამ მუშებსო, მაინც ვერ გადაიხდი მაგათვისო. იმიტომ რომ აბრაამის შვილები არიან ეგენიო. გესმით? რა საყვედრიო იმას რომ აბრაამის შვილებსო საკვებს მისცემო. ეგენიო, მაგათო ვერ გადაუხდი, იმიტომ რომ აბრაამის და ისააკის შვილები არიან, გესმით? აი ასე უყურებდნენ ისინი აბრაამის შთაომავლობას. კიდევ ერთი ადგილია რომ აბრაამს ერთხელ ღმერთი აღთქმას აძლევდა, ეს არის დაბადების წიგნში მე-15 თავში და აბრაამს უთხრა ღმერთმა, რომ აღთქმა დავდოთო მოდიმე და შენო და მკვდარი ცხოველები, ცამსხვეპლო ცხოველები გაჭერი შუაზეო და დაალაგეო და მე გავივლი მათ შორის, როგორც ცეცხლიო და დაგანახებო, რომ მე აქ ვარ და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამაზეო. და მოხდა ესეთი უმნიშვნელო შემთხვევა, ვითომ ჩვენ გონია რომ უმნიშვნელოა. და ტაცებელი ცხოველები დააცხრენ ამ ფრინველები დააცხრენ, ტაცებელი ფრინველები დააცხრნენ ამ ცხოველებს, მიწაზე რაც იდო. და აბრაამ აუქშიაო მათო და ცხოველებს, ამ ფრინველებსო. და ესაო იმიტომო, რომ ღმერთმა დაგვანახაო, რომ შემი აბრაამის შთაომავლებიო, აი სულიერად სულმკვდრებიც რო იყვნენ, აი ამ ცხოველების მსგავსადო, აბრაამის მადლით გადარჩებიან ისინი. როგორც აბრაამმა ისინი დაიცვა ის მკვდარი ცხოველებიო. აი რომ მოხდეს ისეო, რომ აბრაამის შთაომავლებიო, აი ესე უსისხლოდ, უხორცოდ, უძარღვოდ, უძლებოდ ეწვინო, მკვდრები იყვნენო სულიერადო, აბრაამის მადლით გადარჩებიან. ასევეო, ესე იგი ახაც წერია, ესეც ამ მიდრაში წერია, რომ ასევე აიო ვაზიო, ცოცხალი ვაზი, რომელშიც წვენი მოძრაობსო, ხო მკვდარ სარს ეყრდნობაო, ხო? ის სარი ხო თავად მკვდარია და ეს ვაზი ცოცხალია. აი ასეო ისრაელი სული ცოცხლებს, როგორც უფლის ვაზიო, იმიტომ რომ მისი მკვდარი წინაპრებიო, აბრაამზე არიან დაყრდნობილებიო, გესმით? აი ესეთი წარმოდგენა ქონდა და იოანე ეუბნება, რომ ეგ არაფერს დამსახურებას არ ნიშნავს თქვენთვის. აი ეს ქვები ხედავთ, აი ამ ქვებისგანაც შეუძლია ღმერთს აუდგინოს შთაომავლებიო. ნახეთ, აი ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი და მე მინდა გალატელთა მესამე თავი. გაჩვენოთ ეს, აი რას ნიშნავს ქვებისგანაც შეუძლია აბრაამს აღუდგინოს შვილები? გორგონიეთ, აი ეს მინდა ჩვენ განვიხილოთ დღეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი. აღუდგინა ღმერთმა ქვებისგან შვილები აბრაამს. რა თქმა უნდა აღუდგინა.
იმიტომ რომ აბრაჰამის სახელი რას ნიშნავს, ხო? აბრაჰამის სახელი. მრავალი ხალხის მამა. მას ჯერ ერქვა აბრამი, აბრამ ეს ერქვა, 1-10, აბრამი ნიშნავდა ამაღლებული მამა, ანუ დიდი მამა. შემდეგ ღმერთმა უთხრა რომ აბრამი კი აღარ გექმევა, ავრაჰამ, ეს ნიშნავს მრავალი ხალხის მამა. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ითქვა რომ მრავალი ხალხის მამად გაქცევ მე შენ. აბრაამი არის ჩვენი მამა, როგორ გონიათ? რა გაგებით არის აბრაამი ჩვენი მამა? როგორ? რწმენის გამო. ნახეთ, აბრაამის თავარი დამსახურება რა იყო? რწმენა. ჩვენ ხომ ეს გვითქვამს რომ აბრაამის დროს აბრაამი იყო დასაწყისი ისრაელის. არც ტაძარი იყო, არც ჯული, თორა არ იყო დაწერილი ხომ ჯერ? არც სხვერპშეწირო, არაფერი არ იყო. ერთადერთი დამსახურება აბრაამის რა იყო? ღმერთმა როგორც კი მოუწოდა აბრაამს, მიატოვა თავისი ცხოვრება იმ ურში, კარგად ცხოვრობდა, ის დალხინებული ცხოვრება მიატოვა და საწავიდა აღქმული ქვეყნისკენ. აი, ამიტომ ღმერთს რო დაუჯერა აბრაამაო, სიმართლედ შეერაცხა მას. გამართლდა აბრაამი, გამართლდა, მართალი გახდა აბრაამი ღვთის წინაშე. და აბრაამს სამ ადგილას ეწოდება ბიბლიაში ღმერთის საყვარელი მეგობარი. აი, ღმერთის მეგობარი შეიძლება ადამიანს უწოდოთ? ახალ აღთქმაში უკვე შეიძლება ქრისტე გვეუბნება რომ მეგობრები ხართ ჩემ, მაგრამ ძველ აღთქმაში ხომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ძველ აღთქმაში უკვე აბრაამზე წერია რომ ის იყო ღმერთის მეგობარი. ეს არის მაგალითად სოდომ გომორის დროს, როცა ამბობს ღმერთი, როგორ დაუმალო ჩემს მორჩილ აბრაამს, რის გაკეთებას ვაკეთებ. ანუ თავის გეგმებს არ უმალავს, ვერ უმალავს, იმიტომ რომ მისი მეგობარია. ასევე მეორე ნეშტა წიგნში წერია, რომ განაშენ არ განდევნე ამ ქვეყნის მცხოვრებნი და მიეცი სამარადისოდ შენი მეგობრის აბრაამის მოდგმასო. ანუ მეგობარი, მოყვასი და საყვარელი ეს ერთ და იგივე სიტყვაა ებრაულში და ანუ მეგობარია, მისი მოყვასია, ღმერთის მოყვასია აბრაამი. ასევე ნახეთ, იაკობ, უკვე ახალ აღთქმაშიც ასევეა, იაკობთან წერია რომ აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს, ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა მას და ღმერთის მეგობრად იწოდა იგიო. და ნახეთ, გალატელთა მესამე თავი, აი, ძალიან კარგად თქოთ ამას მოусმინეთ. იმიტომ რომ ჩვენ რო ვიცოდეთ, აი, ხო ხშირად ვთქვამს ხოლმე რომ ქართველებთან ვიღაცამ შეიძლება გითხრას, ეს ხო ებრაელების რწმენაა, ხო? თქვენ ქართველებო რა გინდათ ამ რწმენასთან? ხო შეიძლება ვიღაცამ გითხრას, ხო? აი რატომ გწამთ, ეს ხო ებრაელებისა? ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნათქვამი ის, რომ ეს რწმენა ჩვენიც არის. აბრაამი არის ამისი საბუთი. აბრაამი რახან იწამა და ღვთის მეგობრად შეირაცხა, ქართველებიც ვინც იწამებს, ისიც აბრაამის შვილია და ღვთის მეგობრად შეირაცხა. გესმით? აი, გალატელთა მესამე თავი. პავლე ამბობს, მეშვიდე მუხლი, მას იცოდეთ, რომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, აბრაამის ძენი არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რჯული, მოსეს რჯული არ გქონდა ქრისტემდე, ხო ქრისტემდე რაც იყო, რწმენისგან ვინც ვართ, აბრაამის ძენი ვართ. და წერილმა, რომელიც წინასწარ ხედავდა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართ, წინასწარ ახარა აბრაამს, შენში კურთხებაო ყველა ხალხი. აი, რწმენის გამო აბრაამში კურთხება ყველა ხალხი, რადგან ქრისტე მისგან მოვა. და ქრისტეს ვინც იწამებს, აბრაამი შთაომავალია, ხო? აი, წარმოიდგინეთ, ნახეთ, აბრაამმა იწამა ქრისტეს მოსვლა და წავიდა ისრაელის მიწისკენ, ხო? ქრისტეს მოსვლის შემდეგ ჩვენ ვიწამეთ ქრისტე და აბრაამის რწმენაში შევედით. ჩვენც და ამიტომ ჩვენც ვართ აბრაამის ძენი და ასული. აი, რაც ესაც ეუბნება იოანე, რომ ქვებისგანაც შეუძლია ღმერთს გაუცოცხლოს აბრაამის შვილებიო, ჩვენა ვართ ის ქვები. რომ ამ გაგებით ჩვენ მკვდრები ვიყავით, ურწმუნო ხალხი ვიყავით, ხო, ქრისტემდე, ხო? არ გქონდა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ქვასავით მკვდრები ვიყავით და აღვადგინა ღმერთმა და ჩვენ გავხდით
აბრაამის შვილები, ის რაც იოანემ თქვა, აღსრულდა. შემდეგ